მოგესალმებით ბატონო დავით, მესალმები მაყურებელს, ბეკით მადლობა თქვენ მოწვევისა და შესაძლებლობისათვის. ხო, ყველასთვის ცნობილია ბატონო დავით, რომ სოფლიო დონის კორუფციული სისტემა ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ, მწვერვალებს იპყრობენ და მოდი ვთქვათ, დახელოვნებულები არიან კორუფციაში, საიდან რა გამოხრან, მაგრამ ეს არის ახლა ერთი ფაქტი, რომელიც მინდა გითხრათ. მოკლედ, ყველა ვიცით, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაიმართვა და ქართული ოცნების სიის გასული ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების სიის და ქართული ოცნების წევრები ამ შემთხვევაში და ქართული ოცნება ბიუჯეტიდან ღებულობს გარკვეულ დაფინანსებას. ეს არის პარტიული ხელფასების, რა ქვია, თანამშრომლების ხელფასების საკრებულოს წევრები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იქ წევრები და სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი რა არის, იცით? არ ეყოთ. მასშტაბები არ ყოფნით, ბატონო დავით, უყურეთ და გავშალოთ ეს კორუფციული თემები და თავარი რა არის, გეტყვით ეგეთ. თავის წევრებს დაარქვეს ოპოზიცია, გამოყვეს საკუთარი წევრებიდან, დაარქვეს ოპოზიცია თავიანთ წევრებს და პირველ ეტაპზე ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტში ხალხის ძალად დაარქვეს ამ ოპოზიცია და თუ ვინმე ოპოზიცია გონიათ, კი ბატონო დაიჯერეთ, თუ ვინმე ხართ ესეთები, ანუ თავიანთი სიით გასულ ადამიანებს დაარქვეს ოპოზიცია და შეუქმნეს ფრაქციები და ახლა მეორე წრეზე წავიდნენ და უკვე ეგრეთ წოდებული ევროპული სოციალისტები თუ რაღაცა უკვე მე-9 მუნიციპალიტეტში და მიმდინარეობს. ახლა ვინმე ახლა ვიღაც იკითხავს, რომ კაი გასაგებია რა შუაშია ეს კორუფციასთან. მეგობრებო, იმ შუაშია, რომ თქვენი საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის შემთხვევაში თანხებიდან ეს ადამიანები დამატებით, აი ამ შექმნილი მაქინაციებით, პოლიტიკური მაქინაციით შეიძლება ითქვას, და ამ კორუფციული სქემით დამატებით 5 მილიონამდე წელიწადში გამოეყოფათ ამ ადამიანებს. დამატებით 5 მილიონამდე. ეს შესაძლოა იყოს მზარდი, ვინაიდან უკვე მეორე წრეზე წავიდნენ და მიმდინარეობს ასევე შექმნა ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ფრაქციების. ამ თემაში ერთი წავით რა, მე მახსოვს, რომ საკრებულოს წევრებს ხელფასები არ ქონდათ. იყო ესეთი დროც, მერე დაიწყეს ხელფასების მიცემა 200-300 და 1000 არ ყოფილი. ბატონო და ახლა რა არის საქმე, ცი? აქ არავინ არ ლაპარაკობს, რომ ფრაქციას გარკვეული შესაძლებლობა არ ქონდეს ან რამე, მაგრამ შენ როდესაც ამ ყველაფერს იყენებ სხვა მიზნებით, რომ შენ კიდე დამატებით ბიუჯეტის ხარჯზე თანხები აიღო და წაიღო ამ შემთხვევაში და შენ ქმნი რაღაც და არ ქმნებ ოპოზიციას და კიდე დამატებით ხალხის ხარჯზე ამ შემთხვევაში თანხებს იზიდავ, ეს არის უბრალოდ აქ თავარი რა არის, გეტყვით, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში სადაც წარმოადგენლები ვარ, დავაყენეთ საკითხი ბავშვების სასკოლო კვების შესახებ, ბავშვთა კვების შესახებ. და ეს უარყოფილი იქნა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ბატონო დავით, კი აბსოლუტურ უმრავლესობაში უარყოფილი იქნა, სადაც არა, მასაც გეტყვით, უარყოფილი იქნა და ასევე საუბარი არის უფასო სასადილოებში დაფინანსებაზე, დაფინანსების ზრდაზე და ასე შემდეგ. მაგრამ სამაგეროდ აკეთებული ამისთვის თანხა გამოინახა ამ ყველაფრისთვის და ამ ყველაფრისთვის გამოინახება თანხები. და როდესაც საუბრობთ კორუფციაზე, ეს არის რაღაცა ზღვაში წვეთი, ახლა მე რაც გითხარით, მაგრამ ეს აჩვენებს მასშტაბს, ეს აჩვენებს მათ ამ შემთხვევაში ნებას კორუფციულ ყველა პირში რომ შეუძლიათ ყველაფრიდან გამოხრან და სახრავენ ნახონ. მაგრამ ახლა ნახეთ, როდესაც თბილისის საკითხთან და თემასთან დაკავშირებით, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, კორუფციულ თემასთან დაკავშირებით ხალხი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეებმა რო იცოდნენ რა შეასაკ. ლარი და 70 არის გამოყოფილი ერთი ადამიანის კვებაზე. ლარი და 70, მაგრამ ბატონო დავით, ლარი და 70 კვებაზე კი არ მიემართება ყველა. აქედან ლარი და 16-დან ლარი და 30-მდეა კვებისთვის გამოყოფილი. დანარჩენი კი ელექტროენერგია, თანამშრომელი, შენობის იჯარა, გადასახადი, ასე შემდეგ, გაზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თქვენ წარმოიდგინეთ ბატონო დავით, ლარი და 16-დან ლარი და 30-მდეა გამოყოფილი და იქაც კი წილში უზიან და იქიდანაც კი იპარავენ. და რაზეც არიან პასუხისმგებაში, მილიონებზეა საუბარი წლების განმავლობაში. იქიდანაც კი ხდება ამ შემთხვევაში, ამადა ჯერ
ლარი და თუნდაც 70 იყოს, ბოლომდე იყოს გამოყოფილი, ამში ბოლომდე იხარჯებოდეს უკვე. ლარი და 70-ად როგორ შეიძლება ადამიანი გამოიკვებოს დღეში ლარი და 70-ად? და იქიდანაც რომ შენ იპარავ ამ ყველაფერს. ანუ ყველგან სადაც კი შესაძლებელია იპარავ სისტემაა ბატონო და ყველგან და ყველაფერი რატო ვლაპარაკობ დახენულებულები არიან და სოფლიო ჩემპიონები არიან კორუფციაში. ლარი და 30-მდე რო ჯდება, აი მის რა ქვია, ერთი ადამიანის გამოკვება სულთა საკვების ღირებულება რაცა. აი რო ავიღოთ ადრე ეთერში თქვი ერთ-ერთი ორჯერ ეთერში და რო შევადაროთ აი ღირებულება ნახევარი ხინკალია. ხო. და ეუბნებიან რომ აი ეს უნდა იკმარო, მაგრამ იქიდანაც იპარავენ ეს ადამიანები. აი ამ დონემდე არიან ბატონო დავით დასულები და ამ დონემდე არიან მისული. და როდესაც ბატონო დავით ქვეყანაში ხდება ძალიან ძიმე სიტუაცია. ეს ყველაფერი გამოიწვია ამ კორუფციამ და ამ ნეპოტიზმმა შეამცირა სამუშაო ადგილების შემცირებამ გამოიწვია რომ ადამიანები იძულებულები არიან და იძულებულები გახდნენ რომ ქვეყანა დაეტოვებიათ და ქვეყნიდან წასულიყვნენ და ძიმე ფაქტი ბოლო 5 წლის განმავლობაში 22,727 ბავშვი მშობლებმა გამოიყვანეს სკოლიდან და წაიყვანეს საზღვარგარეთ ემიგრაციაში. მომავალი ნადგურდება. ანუ ეს ჩემი მონაცემები კი არა. ეს ოფიციალური სტატისტიკა. 22,727 ბავშვი 5 წელიწადში გავიდა საქართველოდან. ეს საქართველოს ტოლა ქვეყნისთვის და გამხელა დარტყმა. და გვეუბნებიან მშვიდობაა ქვეყანაში. ეს არის ბატონო დავით მშვიდობა? ბავშვები გადიან. ახალგაზრდები, რომლებიც სრულწლოვანები არიან, გადიან დაიცალა ქვეყანა. კარგი ცხოვრებაა ქვეყანაში და იმიტომ გადიან. ამათ რო კითხო მშვიდობაცა და კაი ცხოვრება. სად მიდის მაშინ ეს ადამიანები? და მთავარი შრომითი რესურსი, ქვეყნის მომავალი, ტოვებს საქართველოს. მიდის ჩვენი ქვეყნიდან. მაგრამ ეკითხები გეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის და თურმე მშვიდობა ყოფილა. წინა წლის მონაცემებია, ხო? სიმტილიანობასა და ახალ სიცოცხლეს შორის სიმტილიანობა ჯობნის, გარდაცვალება ჯობნის ახალ სიცოცხლეს. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ხალხი მიდის ამ ქვეყნიდან, წავიდა აბსოლუტურად ხალხი. წავიდა ხალხი ამ ქვეყნიდან. მე ბატონო დავით, რაც კი თუ სადმე თუ შესაძლებელია ჯარიმები, მაქსიმალურად მოუმატეს ჯარიმებს. აი საქართველოს მოქალაქეებს, აი წურბლებივით არიან სისხლს წოვენ საქართველოს მოქალაქეებს, აბა სხვა რა არის ესა? ჯარიმებს მოუმატეს. სახელმწიფო სერვისებიდან გადასახადები გაზარდეს. აი პირადობის მოწმობის აღების გადასახადი, მართვის მოწმობის გადასახადი, რაღაცის რეგისტრაციის ყველგან გადასახადი. ახლა მინდა დავსვა კითხვა. აქ რაშიას დამოკიდებული ეს რამე რა ქვია დიზელი გაიზარდა, ბენზინი გაიზარდა და იმაზეა დამოკიდებული. თუ რაზეა დამოკიდებული? ერთი ვინმე ახსნას ეს ყველაფერი რაზეა დამოკიდებული, ხო? შემდგომ ეს ხო ახალია და ამ შემთხვევაში უკვე ყველა მიცით რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნება ეს ხალხი რომ 6 წლის ზევით მანქანებს ვერ შემოიყვანო. მაშინ დავსვათ კითხვა. არა შეუჩერებელი. არა შეუჩერებელი. 6 წლის ზევით მანქანებს ვერ შემოიყვანო. ახლა დავსვათ ბატონო დავით კითხვა. აი უბრალოდ მოყვეთ აი რა ხდება? ყველა სფერო შეეხმენ, არ დარჩენილა. სფერო არ დარჩა, სადაც არ შეეხმენ. 6 წლის ზევით ავტომობილებს ვერ შემოიყვანოთ. ახლა მარტივია კითხვა რომ დაისვას, რისთვის არსებობს ტეხისპენტირების ცენტრები? როდესაც მოტივი საუბარი არის იმაზე, რომ მოტივად ამას უდებენ, რომ ეს ბუნების და გარემოს დაცვა და ასე შემთხვევაში. რისთვის არსებობს ეს ტეხისპენტირების ცენტრები და რატომ არის ეს ტეხისპენტირების? ხო, კი ბატონო, რისთვის არსებობს ეს ტეხისპენტირების ცენტრები? მაგრამ ეს ხო ბიზნეს კლავს. ეს იყო აწყობილი ბიზნესი, თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი აწყობს. აქ არის მთელი სფერო, ინდუსტრია, ავტონაწილების შემოტანა, ხელოსნები, ასე შემდგომ. მე ამის ექსპორტი, რეექსპორტი და ასე შემდეგ, ხო? რატო აკეთებენ ამ ყველაფერს? აი, იმიტომ რომ საკუთარ მოქალაქეებს მაქსიმალური წნეხის ქვეშ იყოს საკუთარი მოქალაქეები და თვითონ ემსახურება თუ არა ავტომობილები, ბუნებრივია ემსახურებათ ავტომობილები. ჩვენს ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ასხამენ ავტომობილში საწვავს. ჯერ ერთი რა საჭიროა ამდენი მომსახურე ავტომობილი, რომ ყველა დეპარტამენტია თუ უფროსია თუ მინისტრია თუ მოადგილეებია თუ ვინც არის ავტომობილები ემსახურებათ. აი რა საჭიროა ამდენი, მაგრამ მათთვის არ არის პრობლემა. ტენდერებს აცხადებენ, ახლა ავტომობილებს ყიდულობენ
მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან თქვენ არა 6 წლისევით ავტომობილს ვერ შემოიყვანთ. ხო, აი ესეთი რეგულაციები, წარმოუდგენელი ტერორი მიმდინარე, ეს არის სანქცირება საკუთარი მოქალაქეების. სანქცირება საკუთარი მოქალაქეების. ფასების კომისია შექმნეს. ჯერ ვის გაუგია რაშუაშია ფასების კომისია, ხო ეს, მაგრამ და ლელო ძლიერი საქართველოს ჩვენი გუნდი თავიდანვე საუბრობდა, რომ გამორიცხულია ფასების კომისიას ფასებით კი არ უნდა ებრძოლო. პირველ რიგში უნდა ებრძოლო კორუფციას. მერე თავიდან ბოლომდე კორუფციაში რო არიან ეს ადამიანები ჩაფშვალი, უნდა იყოს შემოსული ინვესტიციები, უნდა გაიხსნას ინვესტიციებისთვის ქვეყანა და ამას სჭირდება კომპლექსური მოქმედებებით ქვეყანაში და არა რაღაცა ტაკი მასხარობა რაც შექმნეს ფასების კომისია. ახლა ვინმე თქვას, ამ ფასების კომისიიდან გამომდინარე, რამე გაიაფთა ბატონო დავით? თუ პირიქით, რამდენი ფასების კომისია მე მგონი შეიძლება იმდენი ფასები მიდის ზევით. ვისთვის შეიქმნა? ბიზნესები კი პროდუქტები ნახეთ ნებისმიერი არ ვიცი შეიძლება მე ვწდები ხო? არა, ვინმე გითხრათ კაცო, აგერ მაყურებელი გიყურებს, საკმაო მაყურებელი ყავდა გვიყურებს და გითხრას ერთი რა გაიაფთა ამ ფასების კომისიის შედეგად. და ბოლოს ელექტროენერგიის ფასი 5 თეთრით გავაძვირეთ. 5 თეთრი რამდენია? 33%-მდე არის, 30-33% და არნახული მატებაა. მე მგონი ისტორიაში რეკორდი არის. 5 ამბობენ. ხო და ისტორიაში მე მგონი რეკორდი არის. ეს ერთჯერადად მატების, ხო? ახლა რა ხდება? მოქალაქეებს მარტივად რო აუხსნა და ყველამ ნახავთ ახლა ხო აი მომავალი თვეს როცა მოვა ქვითარი ელექტროენერგიის გადასახადის ხო და ნახავთ აგერ რა იქნება თუ გიწევდათ 100 ლარიც გადახდა და გვიწევდა 100 ლარიც ახლა მინიმუმ 130 ლარს გადავერ 130 ლარს გადავერ 117-იან გარიშემი და საზომი რა არის ის მაგათ ეს არაფრად არ მიაჩნია კორუფციაში ხო იხჩვებიან და საზიზღრობა ხდება საკუთარი ხელფასები რამდენი აქვს პარლამენტის წევრებმა 11, 12, 14, 16000 ლარამდეა. პენსიონერის პენსია რამდენია? 370, ასაკობრივი და უმაღლესი 495. რამდენია დევლილის შემწეობა? რამდენია ჩვენი გმირი ადამიანების, რომლებიც ჯარში ომში იბრძოდნენ, ვეტერანების შემწეობა რამდენია? ხო და მაგაზია ზუსტად საუბარი საერთოდ არავის არ აინტერესებს ბატონო დავით. და ბოლოს დასასრულს გეტყვით რომ ბოდიში საკმაოდ რომ წავიღე და ეს იქცევა ეს ადამიანები ბატონო დავით თითქოს 2 წელია ხელისუფლებაში არიან, იმიტომ რომ კორუფცია თითქოს ის რაც ვინც დააკავეს ღარიბაშვილი და სხვა თითქოს სხვა მთავრობა სხვა პოლიტიკურ გუნდს არ მოადგენდნენ. არა და ვხედავთ რომ მე შორსავარი მეზრისაგან და ჩემი მოსაზრებით ეს საერთოდ არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაა, მაგრამ შიდა კლანური რასაც ხედავთ ხო ნახეთ არა რომ აგერ თურმე 6 მილიონი სახში უდევს ამ ადამიანს ვეუნებიან საიდან ხო 6 მილიონი სახში უდევს ადამიანს უშიშროების უფროსი კორუფციის ბრალდებით თავდაცვის მინისტრი კორუფციის ბრალდებით ორჯერ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო და თავდაცვის მინისტრიც იყო ზღარიბაშვილი კორუფციის ბრალდებით უკაცრავად და გამოდის რომ 80% და 85% მაგათი მართლობის რაც არიან 2012 წლამდე თვითონ აღიარეს 100%-ით არის მაგრამ თვითონ აღიარეს უკვე ეს კორუფციის ჭაობში რო აღჭურდა და იხჭობოდა ქვეყანა მაგრამ ჩვენ როდესაც ვამბობდით ამას გვეუბნებოდნენ რომ ტყილს ამბობენ და ტყილი ტირაჟირებდნენ მაშინ არა ყველა ღარიბაშვილზე იყო გადაფარებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ თავი რა არის ბატონო დავით იცი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აი ელემენტარულად რა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გუნდმა ან პიროვნებათა ჯგუფმა ვინც არიან რომლებმაც აირჩიეს ეს ადამიანები და განამწესეს პრემიერ-მინისტრად და დაამტკიცეს მინისტრთა კაბინეტი იმათ პასუხისმგებლობის საკითხი სად არის საერთოდ არა პრაქტიკაში ეს გაჩვენებულები არიან ხო? არა, პრაქტიკაში არ არის საქართველოს ან ჩვენ რეალობაში აქ არ არის საქართველოს რეალობაში, თორე მცირე გადაცდომა ევროპულ დემოკრატიებში და მცირე არა რასაო მთელი პრემიერ-მინისტრი და ყველა მთავრობა გადადგება და ნდობას ამ შემთხვევაში თავიდან თხოვს თუ ედობა საკუთარ მოქალაქეებს, ხო? აქ ყველაფრის გამართლება მიდის აბსოლუტურად. გაუმართლების გამართლება მიდის. შავზე თეთრის თქმა მიდის. ბატონო დავით რომ ნახოთ ახლა ჯარიმების შემოსავალი როგორ არის და წილი ძალიან უზარმაზარი წილია, მაგრამ თავარი რა არის? იკლებს თუ იზრდება თუ იკლებს ეს ჯარიმები? კი ბატონო, ჯარიმებს ახლა მაგას ვლაპარაკობ. უყურეთ რა იზრდება? რა იზრდება ამ ქვეყანაში და რა არ იზრდება ამ ქვეყანაში? აი ეს შევადაროთ ახლა. იზრდება ჯარიმები
საურავები, ჯარიმები იზრდება, გადასახადები იზრდება, აი ელექტროენერგია გაიზარდა, სხვადასხვა ჯარიმები იზრდება, მომსახურება იზრდება, სახელმწიფო სერვისების მიღება, ამ შემთხვევაში პირადობის მოწყობის აღება, ასე შემდეგ. იზრდება მათი ხელფასები, კორუფციული მათის გარდა იზრდება მათი ხელფასები, 10,000-ები და ზევით არის უკვე მათი ხელფასები, მაგრამ სამაგეროდ საქართველოს მოქალაქეების ყოფა არ უმჯობესდება ამ შემთხვევაში და პენსია რამდენია ვნახოთ და შედარება რა არის. აი ეს არის, იცით რა არის? მე მაგალითები მოვიყვანე ამ კორუფციული თემების, ამ დამოკიდებულების საკუთარ მოქალაქეებთან მიმართ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს, ამ სოციალურად გაჭირ როგორი სოციალური ფონი აქვს ქვეყანაში და მათი ყოფა და მათი დამოკიდებულება და სხვების ამ შემთხვევაში სხვებზე ზევიდან ყურება ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა სიტუაცია ქვეყანაში და თუ როგორ უყურებენ ეს ადამიანები აი ამ ყველაფერს. აი ამაზეა საუბარი და მე რეგიონებში ჩემი თანაგუნდელები დავდივართ რეგიონებში პირდაპირ შემიძლია გითხრათ ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით მაქსიმალურად პირდაპირ გეუბნებით ვარიდებთ თავს რომ სოციალური მედიით გავაშუქოთ აი უმრავლესი შეხვედრები არ ვაკეთებთ ამას ან ფოტოას ან ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ჩვენთან წლების პრაქტიკა არის იმიტომ რომ არ გვინდა შემდგომ ზეწოლა იქონიოს ჩვენს მოქალაქეებზე და შემდგომში იყოს შესაძლებლობა იმის რომ მათ ეშინოდეთ პირველ რიგში არ გვინდა რომ მათ შიში შეექმნათ იმიტომ რომ შეიძლება დახმარება სოციალური დახმარება შეუწყვიტონ ან შიში გქონდეთ რომ შეუწყვდეთ სოციალური დახმარება ანუ ადამიანებში არ უნდა არ ტოვებთ ამის ამ შემთხვევაში შესაძლებლობას არ ვაძლევთ ქართულ ოცნებას და თვითონ ადამიანებში როგორი განწყობა და შიშია თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ მსგავსი რამ ყოფილა ხო და სანამდე მიიყვანეს საქართველოს მოქალაქეები რომ აი ესეთ სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და ესეთი ძალიან მძიმე ყოფაა უბრალოდ დაიცალა ბატონ დავით ქვეყნები ისა რა ქვია სოფლები დაიცალა ანუ უკვე საუბარი არ არის იმაზე რომ სახლია დაკეტილი უკვე ერთმა ადამიანმა მითხრა რომ სახლი კი არა სოფლები დაიკეტაო, სახლები კი არ იკეტებაო, სოფლები იკეტებაო. გაივლი ისეთ უზარმაზარ სოფლებს, ძალიან დიდ სოფლებს გაივლი, სადაც სიცოცხლე ჩქეფთა და საკვამურიდან კვაბლი არ ამოდის და ნატურა არა ანთებული, რომ დაკეტილია წავიდნენ საზღვარგარეთ. რა კარგია რა, ეს შედარება მოიყვანა და კახეთებით რიფცში ღვინით ინახავდა თავს. დაიცალა ხალხი. მე ახლა ველიციხეში რა დავდივარ ხოლმე. ახლა გუშინ თუ გუშინზე ხიდის ჩაინგა პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას გავს. ველიციხე უნიკალური ადგილი არის. 20% მოსახლეობის კარები ჩაკეტილი. მოდი აბა კიდე უფრო მძიმე ყოფასად არის კიდევ ნახეთ გურიაში რა სიტუაცია. გურიაში მარტო აჭარიდანაც გარბია. ყველგან სამეგრელო გურია აჭარა, სადაც დავდივართ ყველგან რა სიტუაციაა. ეს ადამიანები ბატონ დავით მე გამოვლენ და ქვეყანაში მშვიდობაა უგეთქვია. როგორ შეიძლება ქვეყანაში მშვიდობა იყოს თუ საქართველოს მოქალაქეს, შენი ქვეყნის მოქალაქეს თუ ამ ქვეყანას საერთოდ 20%-ად მაინც შენაცვლი. აი ქვეყანაში რო არ დაედგომება ბატონ დავით 400 მილიონი დოლარი აგზავნიან ნაკეთ ქვეყანაში აფხავს არ დაედგომება და მიდიან რატომ მიდიან რა საქართველო არ უყვართ იმიტომ რომ თუ რა აქაურობა ენატრება მე ვიცი ჩემს საახლობლებში რამდენია წასული ხალხო მაგრამ რატომ იმიტომ რომ ქვეყანაში სამსახური არა სამუშაო ადგილები არა ადამიანებს ოჯახის ჩენზე შენახვის შესაძლებლობა არ აქვს და მიდიან ეს ადამიანები ქვეყნიდან ესენი გამოდიან და ყველაფერი კარგად არის რომ გვეუბნებიან ну დაცინვა მეტი რა შეიძლება იყოს ეკონომიკა გადადუხსო არის ახლა მე განათლებული კაცი ხარ ახლა მე ვიცი რომ აფატკაზია შესული ეს კრეტინები და ამ დღეებში გადააყენებენ ახლა მე შემდეგი მისმოვა ისიც დაიწყებს წყვილების თქმას რომ ასე არ არის ორი რა მართა არ არის ორი მიგრაცია რატომ იდის ძალიან დაბალი ანაზღაურებებია ჩვენთან 1000 ლარი უკვე არაფერი არაა საარსებო მინიმუმზე წარგეყოფა და მწეველი თუ და 1000 ლარი როგორ უნდა იყოს რამე უკვე როდესაც ფასები იზრდება ფასები მიდის ნუ ყოველდღიურად ფასები იზრდება და აქედან გამომდინარე აი შე რაც იყო დაუშვათ 6 თვის უკან ეს დაბალი იყო შედარებით რაღაც პროდუქტზე ფასი დღეს ორმაგდება და ზევით მიდის ეს ფასები და პენსია არ იმატებს საქართველოს მოქალაქეების ფასები არ იმატებს, ფასები იმატებს და მე ნახეს რომ
ესე რაც ასაკეთებენ სოციალური კვლევებია, გასაგებია, აკეთებენ ნახეს რომ საქართველოს მოქალაქეები არის გაუსაძლისი სიტუაცია, ფასები აღჩობთ საქართველოს მოქალაქეებს და რა გააკეთეს? შექმნეს ფასების კომისია. ამაზე მეტი დაცინვა ხალხო რა შეიძლება იყოს, რომ ფასების კომისია შექმნეს ფასების წინააღმდეგ საბრძოლველად. ნუ არ ვიცი ეს არის მე ასე უყურე. ვიღაცა რიგითი გაუნათლებელი კაცის დასაბრუნებლად. არა, ვერავინ დაბრუნდება, ბატონ დავით, იმიტომ რომ არა, ვერც სხვა ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ ყოველდღე ადამიანი არსებობისთვის იბრძვის და ყოველდღე მიდის მაღაზიაში, მარკეტში მიდის და ყიდულობს პროდუქტს და მე ყოველდღე ეკითხება მის თავს. ბუნებრივია რომ ამ ხალხმა რომლებმაც ფასების კომისია შექმნეს რაღაც სიგიჟე რა მოიტანა ამ ფასების კომისიამ და მეორე დღეს და მესამე დღეს და ერთი კვირის მერე და ერთი თვის მერე რომ მიდის ნახულობს შედარებას და გაზრდილია ფასები. ლევან, უფრო ეს გეტყვი, ვითომ ეხლა 2 მილიონი მანქანა, ხო, 2 მილიონი მანქანა, აი საშუალო ვიცი რომ 800 ლარი ჭირდება ბენზინს. ძალიან გაზრდა. არა, აქედან ბატონ დავით, რამდენი არის? ეს არის რეგისტრირებული, მაგრამ რამდენი საერთოდ? ყველა წყობრიდან გამოსულია რაღაცა და ასე შემდგომ. არა, იცი ახლა მე მაგალითად აიცა. არა, მესმის 25 ლარის ბენზინი დღეში არ ამყოფნის და თვალე ახლა ეს არა, გასაგებია, მესმის. ყველას უჭირს და მე არ ვიცი, ამათ ულხით და იძახიან ეკონომიკის ზრდა გვაქვს და რაღაცა და ანა ვის ეტყობა, სად ეტყობა? აი ეკონომიკის ზრდა უნდა შეეტყოს საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ რასაც ვლაპარაკობ, თქო საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეტყოს ეკონომიკის ზრდა. აი ეკონომიკის ზრდა გვაქვს ქვეყანაში და 22717 ბავშვი 5 წლის განმავლობაში მშობლებმა გამოიყვანეს სკოლიდან და წაიყვანეს საზღვარგარეთ. თავის სამშობლოს მოწყვიტეს და წაიყვანეს საზღვარგარეთ. კარგი ყოფის ხო და კარგი ყოფის გამო გააკეთეს. აი ეკონომიკური სადაც ეკონომიკური ზრდა მსგავსი რამ ხდება და ფიქსირდება ხალხი გარბის? არა, პირიქით. ხალხი მაგრდება და პირიქით ემიგრანტები ჩამოდიან. თავის სამშობლოში და აქედან ხალხი გარბის ხალხო. ვის ეს არის დაცინვა. ბატონო და ვის ეკონომიკური გზდა, რა ეკონომიკური გზდაზეა საერთოდ საუბარი. სიყალბესთან გვაქვს. ბუნებრივია. აი მე ხა მართა ბრაზდები გულწრფელად გეუბნები ხა მოგიწვია მე შენ ერთ-ერთ არზე გნახე და ეს კაი მამაძაღლობა შესაურის დასაწყისში ახსენებ ხოლმე საკრებულოში ფრაქციებს ხსნიან თავიანთი პარტიის წევრები და ახმევენ თავიანთი პარტიის წევრებს ოპოზიციას რომელიც თავიანთი სიით გაიყვანეს და ორ ფრაქციას ყველაზე საშინელებად ხალხო დამიჯერეთ ყველაზე უსაქურული ინსტიტუცია თუ კი არსებობს საქართველოსა საკრებულოები არაფერს არ წვითავს საკრებულო მერი არის გადამწყვეტი და 1000 ლარი ერთ ხელფასი და ეხლა აი უნდათ რომ გაიზარდოს ეს ხელფასი და ყველაფერს გადავა ბატონ და საკრებულო აი აქ ყურე როგორ არის საკრებულო უნდა წყვეტდეს მაშინ რა წყვეტს დღეს ამ ქვეყანაში რამეს და როგორ არის საკრებულო უნდა წყვეტდეს საკრებულო უნდა იყოს მაკონტროლებელი ამ შემთხვევაში მერის და აღმასრულებელი ხელისუფლის მაგრამ მე გეტყვით ახლა თუნდაც ჩვენი საკრებულოს წევრები არის ვატო სურგულაძე და ნიკა ჩერქეზიშვილი რომლებიც დღედაღამ აი ვატოს აი ნიკა ჩერქეზიშვილის რომელიც დღედაღამ მოქალაქეების პრობლემებზეა გადასული და დღედაღამ ამის გაშუქება სოციალური ქსელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის საკრებულოს წევრმა უნდა იმუშაოს და უნდა გააკეთოს და უნდა აკეთებდეს, მაგრამ სამწუხაროდ დაუკარგეს ბატონ დავით. ყველაფერს ფასი დაუკარგეს ამ ადამიანებმა.